დღეს Prime House-ში ნახავთ. ყავდა პარტნიორი ფინანსურად თუ ზოგადად? ფინანსურად. და მე ამისთვის ვთამაშობდი, იმიტომ რომ მე მჭირდებოდა ეს. ჩაართე ლაივში და თქვი, რომ ზედმეტად ნუ რავი, ნუ ლაპარაკობს. ეხლა თუ დამაცდი შევალ და ვიტყვი, მაგრამ შენ მე ნუ მემუქრებ. რატომ ცდილობს ანი შენს უარყოფითად გამოჩენას? შეიცვალა წამში. ხალი რომელიც ძახის რომ წერტილი დავსვიო. ანი შენს თქვი წერტილი დავსვიო. ვიდრე სულ იმას აქ ზულოკავ მე ჩემს სახეს ნუ ახსენებ. მე ჩემი სათქმელი შაბათს თქვი. 7 თაობით დავამძიმებ. დაბალი ღობე მნახ. ხალხის შერჩეული გავხდები მე სალომე ნახლერერემ. ვაი. მოგესალმები დილამშვიდობისა. ეს ნიშნავს იმას, რომ Prime House-ი გრძელდება, დავჭით 5 მონაწილე, არის დაძაბული კვირა, რადგან დღეს არის დასახელება და უკვე ისე ვეღარ ვასახელებთ ერთმანეთს, რომ ვთქვათ, რომ აი მაგალითად ის კონფლიქტურია თუ ის ასე და ასე შემდეგ. რაც თავარია, დღეს აი ჩემი ლიზიც აქ არის. ლიზი! რაც თავარია, ერთი ლაიქი და დისლაიქის გარდა დამატებით მოვიგე ჩელენჯი, რომელშიც მე ქემა ან ლაიქი ან დისლაიქი, რაც თამაშის მიმდინარეობას მგონია, რომ ისევ შეცვლის, იმიტომ რამდენჯერაც გქონდა ესეთი საშუალება, იმდენჯერ შევცვალე თამაშის მიმდინარეობა. ეხლა დავისხავ ყავას, კოფესტას, იმიტომ რომ ყველაზე გემრიელი ყავა, რომელსაც მოვყავართ ტონუსში, დილიდან, რაღაც ენერგიით ვართ, თან ამავდროულად გემრიელია და ვისაუბროთ დანარჩენ თემებზე, თუ როგორ ვითარდება სახლში, ვინ როგორ აქტიურობს, ვინ რასაკეთებს, ანი რასაკეთებს, ანის თავზე დგას ხომ ესე ყირაზე დგას. ვართ ცოტანი, კიდევ ერთხელ გამეორდები და უკვე თამაში იმ ფაზაშია შესული, როდესაც მეგობრობა რაღაცა კეთილი ადამიანის როლის თამაში მგონია დასრულებული, იმიტომ რომ ყველას უნდა ფინალში მოხვედრა. ნახოთ, მე ძალიან მინდა ფინალში მოხვედრა, ნახოთ ჩემი ხმები რას იზავს, როგორ შეცვლის თამაშის წესები. დილამშვიდობისა, ერთი ისე პოზიტიური და მაგარი დღე გაგვithენდა Prime House-ში. ნუ ვიღაცებს კიდევ ძინავთ, ჯერ არ გავუღვიძიათ, მაგრამ მაინც პოზიტიურია დღე და კარგია. ეხლა მე დაბლა ჩავალ და რაღაცებს გავიაზრებ საკუთარ თავში. ნუ მოკლედ. პატრიკი ცოტა მოწყენილია. მაგრამ ეს ალბათ როიალის გამოა ესე, მაგრამ გაულის არა უშავს. ყველაფერი გავა და კარგად იქნება. მაგრამ ეს ჩვენი თეონა, ჩვენი კოჭლა მაზაშვილი ისეთი აქტიურია, რომ მინდა რუსთავიორის ჯგუფს ვთხოვო, რომ ცოტა უფრო მეტი კამერა დავაყენოთ, რომ აი ეს თეოს აქტიურობა არ გამოგვეპაროს რა. თეოს აქტიურობით გაუცებულია მთელი დუნია. თეო არის მძინარე მზეთუნ ნახავი და ავთანდილი დისკვალიფიცირებული მონაწილე, რომელიც ვერ შემოვა და ვერ გააღვიძებს სამწუხაროდ თეო მზეთუნ ნახავს. ამ პროექტში გიოს და ჩემს გარდა არავინ არ აქტიურობს და ჩემი აზრით მე და გიო რო არ ვიყოთ ამ პროექტში, Prime House-ი ესეთი მაგარი ვერ იქნებოდა ხალხისთვის. როგორც მე ვიცი, ორი ადამიანი მასახელებს და ნახოთ გამართლდება თუ არა ჩემი ეს ამბები. მოდი ლიზი, ჩემთან სახში გამოიკვეთა სამი ესეთი ყველაზე აქტიური მონაწილე, ჰიპერაქტიული, ანი, ლიზი და მე როგორ ჭურჭის მრეცხავი, ესე გიჟივი ჭურჭის მრეცხავი ადამიანი.
ლიზი ყველაზე აქტიურია, ჰიპერაქტიულია, ლიზი არასოდეს არ ჩერდება, არასოდეს არ ისვენებს და ყოველთვის მზადაა გიკვინოს. გამარჯობათ. ჩვენ ვართ სპორტ კლუბ რეფორმადან ინსტრუქტორი ვარ მე მაკა ხიზანიშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი და პერსონალური მწვრთნელი. მეგახლავართ გიორგი კუპატაძე სპორტ კლუბ რეფორმიდან ინსტრუქტორი ვარ შერეულ ორთაბრძოლების და ფიზიკური მომზადების. მოვედით პრაიმ ჰაუსში, რომ ბავშვები გავახალისოთ, ცოტა ფიზიკური აქტივობა აუცილებელია მათთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. აბა ვიხართ ყველაზე აქტიური, ყველაზე პასიური. მე ძალიან ჰიპერაქტიული. აბა აქტიური არის ვინც დგება ადრე, ვინც ალაგებს სახლს არეჟარება. ჩაწიე ხელი, ვინ ალაგებს და ვინ სადილებს ვინ აკეთებს. ჩაწიე, შენ დგები უბრალოდ, რომ დანარჩენი კი არაფერს არ აკეთებ. მოკლედ, დილით დადგომა, დაალაგება და გარეთ ყოფნა ჩემი ის არის პრივილეგია ეს. ნუ რაც კამერებიდან ჩანს, ძირითადი მოძრაობაში უფრო შენ და ანი ხარ ძირ. ეს მე ეს ყვება ძალით, რომ იცის რომ კამერები შემოვიდრო კადრში გამოჩნდა. უჩივი. დღეს გაქვთ დასახელების დღე, რამდენადაც ვიცით და მანამდე ვივარჯიშოთ. ვივარჯიშოთ, რავი. ჩვენ მაქსიმალურად მოვიტანეთ ისეთი ვარჯიშები, რომ თქვენთვისაც სასიამოვნო და ისეთი რომ და გასართობი იყოს რა, რაც თავარია. ძალიან კარგი რომ ამ ყველაფერს პროფესიონალი წაგვიძღვება. ვები მანდ ვერ დავწები. შეჭდილი გინდა? ხო. ძილში მაშინ წამოწექი, ყავა კი გაქვს და ეხლა გავაკეთებ წრიულებს. წლიული რა არის? გაიგებ მაგას. ესე იგი, პირველი რასაც ვაკეთებთ, მეგობრებო, ეს არის დარტყმები. ხრები უნდა იყოს ოდნავ აწეული, იმიტომ რომ უნდა იცავდეს სახეს. ხრები არა მაგ და რა ავწევ. როგორ არა გაქვს? აბა თავი რაზე. მეორე მოძრაობა არის. ანუ ჩავდივართ დაბლა, ვაკეთებთ აზიდებს. შემდეგი მოძრაობა არის იგივენაირად ხელები ოდნავ ფეხების წინ. აი ამ მოძრაობას ვაკეთებ. დავიმახსოვრეთ რის მერე რას ვაკეთებთ, ხო? დაახლოებით ვიცი უკვე ვინ იმას. პირველია ეს, მე არის აჯიმანები და მე ეს ადექი. ზოლა, წავიდა. აი ანი რა კარგად აი ანი კარგად ვხურთ. ანი ხარ ორთაჭალაში გამწარებულად გაზდილი ქალია. მოძრაობა ბავშვებო. წავიდა. ორშე. არა უშავს. 2-3 გამოვიდი. ავდექით ხლა წახტომები. დროულად, ცოტა ცოცხლად. აი ეს ავტით, მე ასა. მე ხუთი. შემოიტანე ფეხები. მოიტანე ფეხები ახტი. დავაი. უცებ, მიდი. ამოვარდა ორი კარტოფილი. ჰოპ. ანი არის ყველაზე ფანტასტიკური დარტყმებში, ა? ჩავედით აჯიმანიებზე. კუნთების სახე რა გადაგაქა. აი რასაც აკეთებენ ბავშვები, გაიმეორე. პატრიკ, მიდი, აი ესე მიყურე, დადექი მუხლებზე წავიდე ხარ შემართვა. მიდი. აი ეს, ხო, როგორ ჩემი? ხილათ არ გადავარდე მაგ. წავიდა 1 2 ადვილია. დამწყებები აკეთებენ. 1 2 3 4 5 6 ეხლა თავს უხელები 1 ესე. ეხლა სანამ არ გამეპარება. მიდი გიო, მიდი 1 არა. ესე და იგივე გაშლილი. ველოსიპედი შუარედინად ვაკეთებს ბავშვი. ეხლა მეორე ესე გაშლილი. ესე 1 მოხრილი გაშლილი. პაჩოუსორეთ. არა. ცოცხალ პატრიკ. შუარედინად. დავიდა ველოსიპედი. ხობა 1 მაქსიმალური ატრიალეთ კანის. ხა ველოსიპედი. იდაყვები მუხლებთან მიიტანეთ. სვირფეში იღწით მუხლები. ესე იგი. პატრიკ, ატრიალე. всё, დაისვენეთ ცოტა ხანი გზნობ. მე ჭირდებათ აქტიური ცხოვრება ვარჯიში, იმიტომ რომ პასიური ცხოვრებას მიეჩვენენ და უბრალოდ ძალიან მალე იღლებიან რა. ეს არის ყველაზე აი ესეთი ვარჯიშები რა, დამწყებებისთვის ესე ვთქვათ. და ვნახოთ აბა, სადამდე გაგვითაჩევენ ბავშვები. რა ვიწყეთ აბა? წავიდა ბრძოლა. ცოტა ძლიერი დარტყმა. აგრესია დარტყმებში, აგრესია. არა ვარ აგრესიული. არა. ან გასწორდი. ანი რას თაღლით? ანი ძალიან გააკეთე. ძალიან თაღლითობს ანი. გიო შენ გააკეთე შენ თაღლით. თორე რა გიო, თორე რა. ეგ მაგას რა და დაიჟები თუ არ გააკეთებ. ოჩახ პატრიკ მოიხოდე რაღაც ბოლოს ხო? всё ამოტრიალდი ახლა მუცელზე დავწექით და ცოტა გავიზნიქეთ რომ აუცილებლად სპაზმი იქნება და გაწელვა ჭირდება. დაიწელეო, ანი კი არ დაწო, დაიძინო. არ ენერვიულოთ, პირველი დახმარება შეგვიძლია. პატრიკ. დაიწელე ცოტა. ხელები არ დადე აქა. თუ რამეს ივარჯიშებთ შემდეგში, აუცილებლად ყოველთვის ყველა ვარჯიში უნდა დამთავრდეს გაწელებით.
აბა როგორ ახართ? ქვიდავთ. კიდე ხო არ გინდათ? იყოს აი ხვალაც გავარჯიშეთ და ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ რა. ერთხელ და პირველად რო ხდება? არა მე ვართულებ, გაიგე, სვაი ესე უნდა იყო. მიხდი ეს. ძალიან კარგი ვარჯიშები გვაქვს, აი ჩვენი საოცარი ტრენერი მაგალ გვიტარებს საოცარ ვარჯიშებს, ასევე კუპატა. დღეს ვთვლი რომ ყველაზე ლაღი და ბედნიერი დღე გვაქვს. საერთოდ არ დავღლილ ვართ, ალბათ მეტყობა. მოკლედ რაც ვჭამეთ არასწორად, რაც ვიკვებებთ არასწორად. დღეს მაკა და გიორგი ერთიანად ამოიღეს ეს ჩვენგან და ძალიან დიდი მადლობა ესეთი სტუმრობისათვის. ვიდი? თორენა! მე არ დამაგო, თორენა. თორენა. და მადლობა მაკას ნაზღაიძე და აგდო ბეჭებზე. დიდი მადლობა. მადლობა. მოსვლისათვის, დაფასებისათვის. მადლობა თქვენ რომ ავყევით და ესე მხიარულად ჩაიარა ვარჯიშება. აბა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ველოდებით რეფორმაში. აუცილებლად, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დამოინტერესა და გადავწყვიტე რომ შევაფასო ეს ყველაფერი მაყურებლის თვალით. ვუყურებ სტრიმს და ვაფასებ ისე როგორც ჩვენი მაყურებელი. ძალიან მაინტერესებს თეო. ეს დაპაუზებულია ალბათ თუ მართლა ესე ამდენი ხანია წევს. ესე იგი, შევედით ჩვენი თეოს ოთახში. თეოს ძინავს. ცოტა ხნის უკან მარჯვენა მხარეს იყო გადაბრუნებული, ახლა მარცხნივ შეიცვალა მხარი. ნუ, ეს მაინც რაღაც მიღწევაა, კარგია. როგორც მაყურებელი თეოს აქტიურობით, ნუ გაოცებული ვარ. ყოჩახ თეო, ესე გააგრძელე. გადავვარდით ანი ყიფშიძეზე. ნუ, ამ გოგოს თავიდან ფეხებამდე პოზიტიურობა, რა თქმა უნდა, ზღვარს აღწევს, იმიტომ რომ რატომღაც ვერასდროს ვერ ისვენებს. ცოტა ხანი იჯდა, ადგა, ეხა მიდის ალბათ კიდე რაღაცა უნდა გააკეთოს. კამერები ვერ ასწრებენ აქეთ-იქით. აჰა, გიოც გამოვიდა. გიოც სულ რაღაცას აკეთებს, ხანძახს ეთამაშება. ნუ რა გააკეთოს ამ ბიჭმა. ანი უნდა იღვიძა, გიო უნდა იღვიძა. თითქოს ნახევარი დღე გალიეს ესე, ხან წიგნის კითხვაში, ხან სიცილში, ხან ღლიცინში და ისევ დაუბრუნდით თეოს. თეოს მხარი ჯერ კიდევ არ შეუცვლია და გვერდზე ისევ მარჯვენა მხარეს წევს. ნუ მოკლედ, როგორც გადავწყვიტე, Prime House ბოლო-ბოლო გადაწყვეტილება მივიღე და ვუყურებ იმ ადამიანების გამო, რომლებიც არიან ანი ყიფშიძე და გიორგი ნაზღაიძე. უპოზიტიურესი ადამიანები. შეიძლება ჩხუბიც აქვთ, მაგრამ ის კამათიც რაღაცა გემრიელობებში და სითბოში გადაიზარდება ხოლმე და ეს არის მე მგონი რეალური ცხოვრება. თეოს რაც შეეხება მე თეოს გამო არ დავждები და არ ვუყურებ Prime House თან ცოტა აურია მაგოგომ რასაც ამბობს კამერების წინ გარეთ სხვა რაღაცებს ანხორციელებს და ეს არ არის რეალური და გადავწყვიტე რომ ამის მერე ყოველთვის ანი ყიფშიძეს და გიორგი ნაზღაიძეს პოზიტიურ დღეებს ვუყურებ. ხოდე, კიდე მესმის. ვის შეხვედრენ? არ არის და პრობლემა, ეხლა მე დაუძახებ კამერებს და ძალიან ჩვეულებრივად გამოვაცხადებ ამას, რომ ჩემ ოჯახის წევრს ვინმე გაეკარება, 7 თაობით დავამძიმებ. შეგიძლია ნაკოლი მომცე მითხარი ვისი გულშემატკივარია. ხო, ჩემი შვილის სახელს ვინც ახსენებს, მეც აი ისეთ რაღაცას გავუკეთებ, სახელი გვარიც რო ვიცი თან და თან ყველაფერი რო ვიცი. ვიცი ვისი გულშემატკივარიც არის და ბაზარი არა. ბაზარი არა. ბაზარი არა, რა პრობლემაო? ტელეფონები მოიტანეს, მომდის ესეთი ინფორმაცია, რომ თეონას გულშემატკივრები წერენ ჩემს შვილზე, რომ თურმე და ამ ყველაფერს ჩემი შვილი კითხულობს, რომ თურმე მე ნატალი 13 წლის ასაკში მყავს სადღაც გაჩენილი და შექმნილი და ვარ საშინელი დედა, ვარ ესეთი და ამ ყველაფერს კითხულობს ჩემი შვილი, რომელიც არის სულ რაღაც 11 წლის. ჩართე ხა ტელეფონი. რა? შენ გულშემატკივრებს
არ მაინტერესებს ვინ ყავს, ვინ არ ყავს, როგორ ყავს, რანაირად ყავს. ჩართე და უთხარი, რომ ჩემ ოჯახის წევრებს არ გაიკაროს. შენ ოჯახის წევრებს ახსენებს ვინმე? კი. რატო ხდება ისევ ის ფაქტი, რომ ილანძღება ჩემი ოჯახი და ჩემი შვილი, რომელსაც ჯერ არავისთვის არაფერი არ დაუშავებია. საერთოდ არ ელაპარაკოს არაფერი, თან მით უმეტეს ნატალიზე თუ მე როგორ მყავს გაჩენილი. იბაზრე მაგაზე, ხვდები? ანუ თუ ჩემთან რამე პრობლემა არ გინდა, იმიტომ რომ იქ ვერავის ვერ მივწოდები მე, ანუ შენგან უნდა მოვაგვარო მე ეს პრობლემა, ხვდები? შენ უნდა დაურეკო და შენ უნდა უთხრა. მე ხალხს ახლა ანუ ლაივში ჩართე ლაივში და თქვი რომ ზედმეტად ნუ რავი, ნუ ლაპარაკობს ჩემს შვილზე. თავარი რაც მაქვს. ბიჭო, მე შემეხონ, ხვდები? მე შემეხონ. ანუ ნახე მე შემეხონ. მე ვიტყვი, არ მაქვს პრობლემა, აუცილებლად ვიტყვი მაგას. ამას ჩემი ნატალი რო წაიკითხავს. ძალიან ძნელია და არ არის ეგ სწორი, არა, მაგას არ მოვიწოდე. ამის გამო. მაგას არ არის. ხელფეხი თუ მაქვს გაკავებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამ ყველაფერს არ გავაშღერებ, ხვდები? ეს ვინც დაწერა, ეს არის უპროსტა, ელემენტარული განდონიდან გაპარული. ეხლა თუ დამაცდი შევალ და ვიტყვი. ხო, ეხლა რო შეხო, ეხლა უნდა თქვა. ხო. აი ყველაფერი. ხო, ვიტყვი აუცილებლად. რომ ჩემო გულშემატკივრები აყენეთ და ანის შულს თავი დაანებეთ. გასაგებია, მე მაგას ვიტყვი, მაგრამ შენ ნუ მე მუქრები. თეონა ერთხელ იყო უკვე გაფრთხილებული მონაწილეებისგანო, შენი გულშემატკივრები გადაამოწმე, მოუწოდე მათ, რომ სხვებს არ შეეხონ, გიგულშემატკივრონ მხოლოდ და მხოლოდ შენ. არ გადავიდნენ სხვა მონაწილეების გულშემატკივრებზე და მათ საყვარელ ხალხთან, ანუ არ ქონდეთ შეხება და არ შეეხოს ოჯახის წევრს ვინმე. მაგრამ თეონა ამ ყველაფერზე იძახის, რომ მე რა შუაში ვარ. ანა! ეს უბრალოდ გაფრთხილებ. ანა! ხილება იგივე მუქარა. გაფრთხილებ. ანა! მუქარა სხვანაირი. სად არის? არაერთი შემთხვევა ყოფილა თეონას ამისთვის ჩვენ 2 კვირის უკან გაფრთხილება მივეცით მონაწილეებმა ესეთი რაღაცა თეონასთვის დაუშვებელი იყო მეორედ რა ხდება ანა მუსიკაზე ხმა მაღლა შენი ხმა ისმოდა რა მოხდა არაფერი ანა რა მოხდა არაფერი თქო როგორ არაფერი რაღაცა მოხდა და რა მოხდა ანა აი ხა ესე უნდა გზდიო დაღლილი ვარ რა მოხდა იტყვი რა მოხდა? აი როგორ გავაკეთო ისე ხა იმას ვფიქრობ როგორ ვთქვა რომ ითან ისიც არ გამოჩნდეს, ისიც არ გამოჩნდეს და იყოს ჩვეულებრივად. რა მოხდა რა? რა და ანუ ჩვენი მონაწილეების გულშემატკივრები, არა ანუ ესეთი ინფორმაცია და ესეთი მომენტი იყო უკვე შენთანაც და სხვასთანაც. ძმისშვილებზე? ხო, იყო ეგ თემა. და ეხა გაიჩნდა ეს თემა, რომ ვითომ ჩემი შვილი ნახულობს რაღაცა ვიდეოებს, სადაც არის ნაწერი, რომ თურმე ანი ყიფშიძეს ბავშვი ისე ჰაერში ყავს გაჩენილი, რომ რაღაცეები ჰაერში როგორ ჩდება ბავშვი? არ ვიცი, ანუ ეს არის ბავშვის ფსიქოლოგიაზე არის საშინელება, ხვდები? ნატალი ესეთი ბავშვი არ არის, რომ რაღაც ყველაფერი. ამას არ ვიძახდი, მე ჩემზე აბა რატო გავბრაზდი და ავფეთქდი ძმისშვილებზე და ჩემ შულზე რო იყო საუბარი. ხო და გადავედი თეონასთან, ვიცი ნაკოლი საიდანაც მოდის და ვისთანაც არის, ხვდები? და ვუთხარი, დაურეკე ხა შენ გულშემატკივრებს და ვუთხარი, ჩემ შვილს ნუ ეხებიან, მე შემეხონ, ბაზარი არა, მოდით რამდენიც გინდათ, მაგრამ ჩემს ნატალის ვერავინ ვერ შეეხება ეს ვუთხარი და დააყენონ, იმიტომ რომ რამე რომ მოხდება კიდე ერთხელ, კიდე შენთან მოვალ. დაწმარდი. ეგც არის პროვოკაცია, ხა დაწმარდი. ჩემი შვილი და ჩემი ძმისშვილებს შეეხნენ, თავზე გადააჯვეს ჩემ ოჯახს და ეგ არავის არ აინტერესებდა და რატო არ აინტერესებს? სრემლებს რო არ ვყრი, იმიტომ? და რო არ ვტირი ვარ. ესეა მომგებიანი თურმე. რო არ ვტირი ვარ და რო არ იმაშვები, ეს არის მაგარი? აზრი არა, კი ხა წავა ისე ვიტირებს ადამიანი და ისევ იგივე გაგრძელდება, ისევ დაჩაგული და ჩემი ხარდამჭერი, რატო არ ლანძღავს არავის, მითხარი? რატო არ ლანძღავს? გასაგებია, დამშვიდ, ან აზრი არა. ამ ჭუბს აზრი არა. ადამიანი ისევ ამას გამოიყენებს თავის სასარგებლოდ შენ საწინააღმდეგოდ. მაშინაც იტირა, გადააგორა ეს კვირა და ეხაც უნდა რომ გადააგოროს ეს კვირა, ისე რომ ვითომ არაფერი არ დაუშავებია. მეგობრებო, ასეც გეტყვით, უბრალოდ არ ვიცი, ჩემი გულშემატკივრები იყვნენ ისინი თუ რა იყო თუ ნუ ალბათ ჩემები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში ძალიან გთხოვთ, რომ ოჯახის წევრებს, აქ მყოფი ოჯახის წევრების არ მოიხსენიოთ არანაირ კონტექსტში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პირადი ისეთი სიტუაცია, რომ
მე მართლა თქვენს გამო რაღაც უარყოფითი კომენტარების და წერილების გამო, რაც ოჯახთან არის მიმართებაში, აი ესე კონფლიქტი მოგვდის ხოლმე და უბრალოდ თავი შეიკავეთ. მართლა ჩვენ გაგვანძღეთ, გაგვასწორეთ მიწასთან, მაგრამ არ შეეხოთ ოჯახის წევრებს. რატო? ეხა ჩემო შვილმა რატო უნდა წაიკითხოს ეგ რაღაცეები, ესეთი რაღაცეები საკუთარ დედაზე, რომელზეც აფანატებს და უყვარს? მე ჩემ შვილს როგორ უყვარ ვარ, იცი? მე მაგის თვალებში რომ ხედავ ამდენ სიყვარულს, მე ეგ მაძლებინებს, ხვდები? აი, ეხა ცოტა ხანი დამშვიდება მჭირდება, იმიტომ რომ ხელფეხი მაგ გაკავებული და ვერსად ვერ გავდივარ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. გამარჯობათ, მე ვარ დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი, მსახიობი, სამოქალაქო აქტივისტი, ტურისტული გიდი, ვარ ქუთაისიდან და სპეციალურად გამოვიარე 220 კილომეტრი იმისათვის, რომ მენახა პრაიმ ჰაუსი, როგორ ცხოვრობენ, რა პირობებში, ცუდად არ უნდა იყვნენ, ნამდვილად მომწონს ყველაფერი. ეხლა ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ამ ახალგაზრდებს და შევალ პირდაპირ. გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, ავად. როგორ გამიხარეთ, როგორ ახარ? პატრიკ, როგორ ახარ? მე ვიცნობ პატრიკს, ჩვენს ბაქოში ვიყავით რამდენიმე თვის უკან ერთად. თუმცა ყველას გიცნობ. აბა როგორ ახართ, რა შვებით? დავჭით ხუთნი. ხო, აი კი, მე უყურებ, ყველა გადაცემას უყურებ. მე ვიცი რომ სტუმრები ნახულობ ხოლმე სტუმრები მოდიან და ავთანდილის შემოსვლა ნახე და რა გაისაჩურები დაგირიგათ და ძალიან გული დამწყდა რომ არ ვიყავი მონაწილე და ეს მაისური შემოვირთხი მე. როი მაგალითად ჩვენმა მონაწილეებს საერთოდ თლიანი ლუკი გავიდან ბახა ხელცარიერი ჩამოვედი. ხო და ისა რა ქვია, რაღაცა თამაშები ჩამოვიტანე, ხო. კარგი, ვიწამაშო. ორი ბოთლი გვაქვს და ვინო კი აუცილებლად. ხო, რაღაცა საინტერესო ინზირება ეს ვინო. ვაიმე, შენ გენაცვალე, ჩემ ჩანთასთან მივიდა. ჩემს უძვირეს ჩანთასთან, როგორცაც გემოვნებიანია. არის ასეთი მოცემული, რომ მე თქვენ დაგისვათ შეკითხვებს ხუთივეს. თუ თქვენ შეგიძლიათ ამისვათ შეკითხვა და არ სიმართლე უნდა მითხრათ, ან თუ ვერ ამბობთ სიმართლეს უნდა დალიოთ. ანის ვკითხავ პირველ კითხვას. სიყვარულით გითამაშია, რომ აი ვითომ გიყვარს ვიღაცა. სიყვარულობა. აქ მეუბნებით თუ ცხოვრებაში. ზოგადად ცხოვრებაში. თუ გინდა აქ არის. თუნდაც აქ. აქ არაფერი არ მითამაშია, მაგრამ ზოგადად ბევრი რამე გამეკეთებია იმისთვის, რომ ბიზნესთვის მიმეღწია. მათ შორის თითქოს ყვარებია, ხო? რა თქმა უნდა, მე მყავდა პარტნიორი, რომელიც საკაიფოდ იყო ჩემს მიმართ. და მე ამისთვის ვთამაშობდი, იმიტომ რომ მე მჭირდებოდა ეს. დიდი მადლობა. ნუ გულწრფელად უპასუხა არ სვამს. დაასახელე ყველაზე ყალბი, აფერისტი, მონაწილე პრაიმ ჰაუსში. კესარია, კესო. რომელიც აღარ არის სამწუხაროდ. აქ ამ ხუთეულში ეგ სხვა კითხვა. კაი, კიდე დაგის. ეგ სხვა არა. დალი. ეგ შემდეგი წრეა. არა, ეგ კაი, შემდეგ ძეზე კითხვა აუცილებლად. არა, ერთი და იგივე კითხობის გამეორებას არ. თორე დალევ რა პრობლემაა, ჩვენ გვინოა. სალომე, ყველაზე ცუდი საქციელი. რაც ამ პროექტში ჩაგიდენია აქ. აუ, როგორი ის ხარ, ხო, მომზადებ. ხო, რა თქმა უნდა. აბა. ამ ხელაგზე ისთვის გამოვიარე. ხელის ცეცებით კი აჩამოსულა. ვიცოდსად მოვდიოდი. ალბათ ის მოხსენდება უფრო, რომ აი ჭამის მერე ალბათ ჩემი ჭურჭელი არ გამირეცხავს და მე ძალიან არ ხეინად წავედი და გავიარე. მაგაზე მეტი არაფერი გაგიუჭები არ ხოჩა. დიდი მადლობა გულწრფელი პასუხისთვის. თეო. ბოლოს როდის თქვილი და რა თქვილი იყო ეს? არ მithქვამს თქვილი. არასოდეს თქვილი არ გითქვა? თეო დალიე ეხლავე. არა, თქვილი არასოდეს არ მithქვამს თქვა, ეგრე არა, მაგრამ აქ კეთილი ნუ ბოლოს აქ არა. ნუ როცა გითქვამს ბოლო ხო იყო რომ თუნდაც პირველად რო თქვი და მეტი აღარა. რა თქვილი იყო? დედი დაქალთან დავრჩები დღეს. არა, არ მახსოვს. ამ პროექტში ყველაზე მეტად ვინ გიყვარს გულწრფელად? ყველაზე მეტად? კი. ჩემი თავი. გულწრფელად. გულწრფელად ეგ. თქვენს გარდა ვინმე უნდა თქვა? ლიზი და ანი. ლიზი და ანი? ეს ორია, ამ თუ დალია. ერთი უნდა გიქნა. ვაი. კი ბატონო. სალომე, პარტნიორისთვის თუ გიღალატ? არასოდეს. არასოდეს? თეო, რამდენი სექსუალური პარტნიორი ყოლია ცხოვრებაში? მოკლედ ეს თამაში ახლა მიყო იმისთვის რომ რაღაცა უფრო ახლოს მეც გაგიცნოთ, მაყურებელმაც მიყო უხერხული შეკითხვებიც, რომელსაც გულწრფელად მიპასუხეთ და დიდი მადლობა ამ გულწრფელობისათვის.
სხედვართ, მაგრა გვინიავებს კონდიციონერი, კაი ჰავა, მაგრა ვერთობით, კრიმინალი მინიმალი და ძალიან კარგი სტუმარი ყავს. გავამეოროთ ესეთი სტუმრები, ბედნიერები ვიყოთ ბოლომდე და კითხვებზე მაგრა ჩაგვაჭირა. იმენა კაც მიზანი ქონდა რომ დაგვეალია. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი თამაში მოვასწროთ. უნდა ვიცაკოთ ყველა, ალბათ ამ ცეკვაში ასევე როგორც ამ შეკითხვებში ლამის დავმარცხდა დავთვერი, ალბათ ცეკვაშიც იგივე მელის. იმიტომ რომ ცეკვა რო ჩემი ძირითადი პროფესია იყო, შიმშილით მოგდები ნამდვილად და თქვენ ვიცი რომ არაჩვეულებრივად ცეკვა ზოგი მოცეკვავია აქ პირდაპირ ხო რამდენიმე. კიდე ახლა. ეს აღარ გუჭა. მოკლედ იმაზე მაგრები ხართ ვიდრე წარმომედგინა და ძალიან ვინც სტუმარია და სტუმრად მოვიდა ყველა დამეთანხმება და მე ძალიან გამიხარდა რომ ჩვენ მაგრად იყავით ძალიან კარგები ხართ მადლობა მიხვდა მისა რომ ყავ ჩემი ფავორიტი აი მართლა 5 ვეს გისურვებთ წარმატებას და ახლა უფრო ვინერვიულებ თქვენზე ვიდრე ნერვიულობ ძალიან კაი ახალგაზრდები ხართ ძალიან დიდი მადლობა ძალიან კაი ეს პრაიმ ჰაუსი ძალიან მომეწონა და კიდევ კარგი რომ ჩამოვედი კარგი იყო ბანაობა. მოგიწონა ბანაობა. სეტი მოდი აქ. დაიჭერ, მე ვარ ჩავიდეს. აი მასე პირსახოთ ოჩახ მიდი. ლიზი მოდი, გაგიკეთო ყელსაბამი და წავიდეთ ექიმთან. უნდა გაგიკეთოს აცრა, დაგაჭრას ფრჩხილები, ყურებს გაგიწმინდავენ. ჭიის წამალი გექნება კიდე. მზად ხარ? კაი, ნუ ტირი ხა, მეც იქ ვიქნები, მარტო კი არ დაგტოვებ. მოკლედ მე და ჩემი ლიზი. აი. მე და ჩემი ბრაზდება, იმიტომ რომ იცის რომ ექიმთან მივდივარ და არ უნდა წასვლო გზნობს. მე და ჩემი ლიზი მივდივართ ექიმთან, უნდა ავცრა. რომ იყოს სუფთა დაცული და რომ თუ რაღაცაა და გვიკბინა, არავის არ იკბინს, მაგრამ ჩემი ლიზი, მაგრამ თუ რაღაცა მაინც შვიდათ რომ ვიყოთ ყველანი, თან ფრჩხილებს დააჭრიან. ხო, ნუ გეშინია. არ დაგტოვ, ფიქ ვიქნები მეც. წამო ჩემო ლამაზო გოგო. გარეთ ისე წესიერთ იქცევა, არ იქცევა ისე გიჟივით არ იქცევა როგორც სახლში და იმედია ექიმთანაც არ შეგვარცხნეს და მოიქცევა წესიერთ ღირსეული ქალივით მოიქცევა რომ არ იტიროს იქ და ნემსი გაუკეთონ და შემდგომ დაუბრუნდეთ სახლში ლიზა მიესალმე პისო უსინდისო მან ხავა კუდი როგორ იქ მოდი ჩემთან დაჭიქე ჯერ პირველად იქ რო გნახე რო ჩამიჯექი კალთაში მაშინ ვიცოდი რომ ამ ადგილს ამერჩევდი იმიტომ რომ ეს ადგილი ჩემია იცი რატო ეს მაგარი ადგილია აქედან მთვარეც კარგად ჩანს მზეც დღეს დისლაიქის და ლაიქის შეხვედრა გვაქვს ხო იცი შენ ვის დაასახელებდი ჩვენ ხუთიდან აი ზუსტად მეც მაგას ვასახელებ აი მოვედით მეტალიზი კლინიკაში ექიმთან რომ გაუკეთო ნემსი, მოუარონ, მოაწესრიგონ და შემდგომ დაუბრუნდეთ სახლში. მოგესალმებით. როგორი ბავშვია. მოგიყვანეთ ჩვენი ლიზი. მყოლია ისე თქვენ რა შეგეკეთეთ. ცოტა ტკიპები ქონდა, რომელიც აქ შეიძლება დაგვართ ვაცლები ჩვენ. სამხრივ ესე როგორც ვთქვათ, საკმაოდ აქტიური ტიპი. აქტიურ, აი ეხლა არ არის აქტიურ რაღაც შეშინებული ვით, ისე ვერ ვაჩერებ, სულ აქტიურია. აი. გამეორება მოგვიწევს ჭიის წამლის 10-14 დღეში. გეშინია. ეს პასპორტიც მომეცდა ბარემჩა. დიდი არაფერი არ იქნება საშიში. ვიცი? საერთოდ არაფერი არ იქნება საშიში. ლიზი! შენ მოკალაკე ხდები, ლიზი! ო! წინ ევროპისკენ და ჩვენ აუზებად შევხვდეთ ევროკავშირში, მაგრამ იქამდე მე და ლიზი გავფრინდებით ევროპაში, წავედით. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ნახვამდის. გონია რომ დღეს
აუთსაიდერების სკამზე დავსხდებით მე თან უნდა გავიხადროთ, თორე ვერაფერს ვერ მოვასწრებ. მგონია რომ ვიქნებით მე, სალომე და თეონა. ან იქნება სამი გოგო, სალომე, ანი და თეონა. მე წასვლა არ მინდა და ყოველი შემთხვევისთვის მე აქ ყოფნა ძალიან მოყვარს, იმიტომ რომ მე თუ წავედი, ძალიან გამიჭირდება ამ ლოგინის გარეშე. პრაიმ ჰაუსი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში. ვთვლი რომ ყოველ დასახელებაში უნდა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საინტერესო მაყურებლისთვის და ყურებადი. ამიტომაც უნდა იყო კარგად ჩაცმულ, დახურული ვიტყვია. იმას ვიტოვებ რომ მე ვიქნები 4-ში, მაგრამ დიდი შანსი არის იმისა, რომ გოგოებმა დამასახელონ, მგონია რომ დამასახელებს სალომე და თეონა. აი რას ნერვიულობ? არი ნერვიულობ. Mi amor! ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო. ესე იგი, ერთადერთი ადამიანი, ვინც წაშუქა და ვინც ყვირი გამოსვლაზე სულ. სამყარო ყველაზე რეიტინგული შოუში. მადლობა დიდი. გავიდა კიდევ ერთი კვირა და უკვე უახლოვდებით ფინალს, ამიტომ თქვენი მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. და თქვენი სტრატეგიულად დაწერილი ხმები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. Oh, this really is coming. პატრიკ. Oh. როგორც ბოს, სამ კვირაში როგორი მოლოდინი გაქვს? რაღაც წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მაინც რა მოხდება აქ დაფაზე ისეთები ხდება ხოლმე რო არ ვიცით რომ მე. კი, მაგაში ნამდვილად თანხმები. გიორგი, შენ რასელი ამ დასახელებისგან? მე რატომაც მგონია რომ რაღაცა პროცენტით შეიძლება დავდგე აუთსაიდერებში და ამისთვის მზად ვარ თავიდან ბოლომდე, თავიდან ფეხებამდე. გოგონება, თუ შემდეგ კვირაში თქვენი აზრით ისე უმრავლესობაში იქნებით? არა მგონი. და რატომ გაქვს ეს მოლოდინი? იქიდან გამომდინარე რომ მე და თეო უკვე ვზივართ, ზუსტად ვიცით. აუთსაიდერებში ამ კვირაშიც ალბათ უფრო მაგიდან გამომდინარე. გიორგი, შენ მოიგე გუშინდელი ჩელენჯი კლავ. და შესაბამისად დამატებითი ხმა გაქვს. უკვე მოიფიქრე, როგორ გადაანაწილებ? აი როგორც წინაზე დაფიდან გამომდინარე, იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. კარგით, მაშინ დავიწყოთ. პატრიკ და პირველი ვარ რა თქმა უნდა მე. როგორ შემცირდა რაოდენობა უკვე? პატრიკ, შენ გაქვს კვლავ 2 ლაიქი და 2 დისლაიქი. სტრატეგია თუ გაქვს უკვე შერჩეული? ეს სტრატეგია არ მომწონს სიტყვა, იმიტომ რომ რატო დავიყალოთ ამის მომავალში ფიქრით? ვიცხოვროთ დღევანდელი დღით. მოდი დავიწყოთ ლაიქით. მოდი დავიწყოთ კარგი. გიგონათ რომ დისლაიქით ვიწყებდი არა. ჩემი ლაიქი სალომეს. აი ეს. სალომეს ვიდა ბუძერ ლაიქს რომ ძალიან მომწონს და გულშემატკივრა. ძალიან გამიხარდა პატრიკისგან ლაიქი მარტივი ამბავი არ არის. მიღებულია? სალომე, შენ როგორც დავინახე, ძალიან გაგიხარდა პატრიკის ლაიქი. გამიხარდა, იმიტომ რომ ჩემი და პატრიკის შეხედულებები რაღაც თემების მიმართ ძალიან ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში და ძალიან მიხარია მისი თვალით თუ აი ესეთი ვარ რა, რომ აი ვიმსახურებ ლაიქს და ძალიან მიხარია ამ შემთხვევაში. განაგრძეთ, ახლა კი გადავინაცვლოთ არ მოწონება. გისმენთ. არ მოწონება მეგობრებო, მე ისე ვრჩები ჩემს აზრზე. თეონა ძალიან კარგი გოგოა, ძალიან მართლა, ძალიან ნიჭიერი, ძალიან წარმატებული თავის საქმეში შემიძლია ესე რომ ვთქვა. მაგრამ პროექტში ჩემი აზრით რაღაც შეცდომები დაუშვა, ზედმეტი დრო დაუთმო იმ ადამიანებს, ვისთვისაც არ უნდა დაეთმო და თავისთვის უნდა დაეთმო. ესე ვუყურებ დღევანდელი მდგომარეობით და მგონია რომ ეს ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მადლობა ძალიან დიდი. თეო, მიზეს თუ იღებ, შენ მიზეთ რამდენად რეალურია ეს მიზეზი? კი, მართალია. ეთანხმები ანუ საკუთარი თავის გამოვლენა უფრო მეტად შემეძლო, რა თქმა უნდა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში მაგას ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ ხალხიც ხედავს. თეო,
სათხარ აქტიური აქ თუ კადრს მიღმა. რავი, აქ აშკარად მე ვერ ვხედავ ვერაფერს შენს აქტიურ ცხოვრებას. არა, შენი გადაწყვეტილებაა, პირიქით მე არა. ხო არა, ნუ აი. მადლობ, პატრიკ, შეგიძლია დაიკავო შენი ადგილი და შემდეგი მონაწილე არის გიორგი. ხო, გიორგი. მართლა ძალიან რთული ხდება ხმის მიცემა რა თქმა უნდა. ჩემი მოწონება ანის, იმიტომ დღისითაც უთხარ რომ გიწერ შენ, ვთვლი რომ ანი უკვე დროა რომ გახდეს ბოსი. იმიტომ ნამდვილად დაიმსახურა ადამიანი რომელიც დგება ყოველ დილით, რაღაც აქტიურად არის ჩართული ყველაფერში და ვფიქრობ რომ დროა უცადოთ ანი როგორი ბოსი იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ გიორგის დაწერილი ლაიქი მაინც სხვა გემო აქვს. ჩემი არ მოწონება ეს აღარ არის პირადი ამბავი. პირადი ურთიერთობები და უთანხმოებები დასრულდა, ეს არის თამაში და თამაშის ტაქტიკით მე უწერ არ მოწონება სალომეს. და რა ტაქტიკა არის ზუსტად რომ აგვიხსნა რადგან ბოლო რამდენიმე კვირა დასახელება უწევს წინა დასახელებები ვამბობ რომ წინა დასახელებები იყო პირადი კონფლიქტიდან გამომდინარე, უთანხმოებიდან, მაგრამ მე და სალომე დავალაგეთ ეს ურთიერთობა და ვთვლი რომ ძალიან კარგ ურთიერთობაში ვართ, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე მე ვთვლი რომ სწორია ჩემი არ მოწონება სალომეს, იმიტომ რომ არ მინდა რომ დავждე მე სკამზე. გასაკებია სალომე ისევ გაოგნებული ციხე გაქვს. თუ დავჯექი სკამზე მიჩემნი ისეთ ადამიანებთან ვიყო ბრძოლაში, რომელთანაც ჩემი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გამიმეორე, დიდად არ დაიხარჯება. მომწონს რომ ყველა დამშვიდებულია, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ უკვე სხვა რაღაცები წამოიწია წინ. ანუ უკან წამოვიდა უკვე ის რაღაც აგრესიები, დაძაბულობები და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ აი კაი ხო ანუ არ ეს არის და მე გეუბნები ეს არის პირდაპირ არ სალომე ნახე ეხა სალომეს კი არ ვეჯიბე მე რომ იწერდნენ პირველი დღიდან მე მკითხეთ როგორ ვიყავი დაღლილი მაგრამ ეს იყო თამაში ეხლა ვარ 5 და ზუსტად ტაქტიკურად ჩემთვის ვფიქრობ რომ ესეა თუ დავждები მიჩვენე სალომესთან ერთად დავждები რატომ დაბალი ღობე ნახე არა შეიძლება სუსტი კონკურენტია და ამიტომ არა მე სხვა ტაქტიკა მაქვს მინდა რომ ამ პროექტში ღირსეულად დადგნენ მოთამაშეები ანუ ვერ გავიგე მაგრამ ნუ კაი მიჩვეული ვარ ანუ ღირსეული კონკურენტია შენთვის და ამიტომ გინდა ნამდვილად და როგორც იქნა მეგობრებო მიხვდა მე მგონი ამომწონდა მადლობ მიღებულია პასუხი შეგიძლია დაუბრუნდე ადგილს და შემდეგი მონაწილე არის სალომე გამოდი და დააფიქსირე შენი მოწონება და არ მოწონება ფუფ მართლა რთულია უკვე რაც ვრჩები თუ ძალიან ვაი ნუ აი ეს დამთხოვა არ შემიძლია მაგრამ ოკეი დამთხოვა იმის გარდა რაც აღვნიშნე რომ რაღაცების მიმართ ჩვენი აზრი ერთმანეთში ამთხოვა ჩემი და პატრიკის რამოდენიმე რჩევა მივიღე მისგან რაც თვითონ პროექტში ძალიან დამეხმარა მადლიერი ვარ ამ ადამიანის მოკლედ ამიტომ ჩემს მოწონებას უწერ პატრიკს და ვისურვებდი სხვათა შორის რომ ამ ადამიანთან ერთად ფინალში დავიდგე ღირსეულად ოკეი, დისლაიქს რაც შეეხება, ყველა დამშვიდებულია და ძალიან მომწონს ეგ ფაქტი. ვისგანაც არ ველოდებოდი, ისიც დამშვიდებულია და ხო და აი იცი როგორ არის ანის განმეჩვენება, რატომღაც რომ ცოტა ქაოსშია. ისევ იქ და გამომძინავს, რანაირი ქაოსი საინტერესოა, ჩემი ქაოსი. არ ვიცი, ანის ჩემი არ მოწონება. მე ვუქმნი discomforts, იმიტომ რომ სახში უკვე თურმე აღარავინ აღარ ჩხუბობს ჩემს გარდა. შენ დისლაიკი ყოველთვის ეკუთვნოდა გიორგის და იყო ძალიან მყარი დისლაიკი რა შეიცვალა ხო ხო იცი რა არის აქ აღარ არის უკვე ის დრო რომ აი ვიღაცის მიმართ ნაწყენი ვარ აი ვიღაცისგან რაღაცა ის მაგ ჩადებული გულში ანუ ჩემი აზრით ანუ ეგ დრო უკვე აღარ არის რა უკვე რადგან ფინალისკენ მივდივართ აქ არის რომ აი ვის ხედავ ფინალში და ვის უფრო ნაკლებად ხედავ და ალბათ მაგიდან გამომდინარე რომ რავი დღეს ესე მოუწიერა ანი შენი აზრით რა არის მიზეზი იმის რომ დისლაიკი გაქვს და რატომ ვერ გხედავს შემდეგ ფინალში სალომე ეთყობა არ ვიცი თავის ხედვებია რა სალომეს როგორი ხედვები აქვს იმის და მიხედვით მე მაინც პატივს ვცემ ამ ხედვებს როგორი ჰარმონია აღმერთო ჩემო შეგიძლიათ რა სალომე მადლობა ძალიან დიდი ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო ანი გთხოვ გამოდი სალომე ჩემს მოწონებას უწერ ადამიანს რომელსაც ყოველთვის უწერდი ეს არის გიორგი ნაზღაიძე ერთი ჩაგდებით
ქვემოთ. პატრიკი არის. ხო. ჩემს არ მოწონებას უწერ ადამიანს, რომელმაც წინა კვირაში ჩემი მოწონება გამიკონტროლა და რაც არ მოსიამონა, ეს არის სალომე კაპანაძე. ხოლოდ ეს არის მიზეზი? კი. ის სამაგიეროს გადახდა ხომ არ არის რომ ახლა მიიღე შენ მისგან არ მოწონება? არ გადამიკეთები არაფერი. კარგი, ანიკ, მადლობ როგორც ყოველთვის მოკლედ ლაკონიკად და კონკრეტულად G plus A უდრის სალომეს დისლაიქს. სალომე, შენი აზრით რატომ დაგიწერა ანიმ დისლაიკი? ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ ავხსენი, რომ ეს ლაიქის და რატო დაწერე და მაგიტომ არ მithქვამს. უბრალოდ ვერ გაიგო, რატომ ვუთხარი ზოგადად ეგ და საერთოდ რა ვუთხარი აქ ვერ გაიგო და კიდე ბოლომდე გონია, რომ საერთოდ იმიტომ ვუთხარი, რომ მეწყინა თქო, რომ ლაიქი დაწერა და რეალურად ეგრე არ ყოფილა და სულ სხვა რაღაც მეწყინა არა, უბრალოდ იმედი გამიცრუდა ანის მიმართ, რომ აი სხვა რაღაცას ვფიქრობდი და სხვა რაღაც, რაღაცა გაორებ, შთაბეჭდება დამჩა, რომ ანის გაორება ჭირს, თუ აი რა არ ვიცი, ვერ მივხვდი, მე მაპატიეთ, რომ ჩემი ლაიქის და დისლაიქის თემებს არავის არ ვაცნობ ხოლმე. ხო, აი ლაიქ და დისლაიქის ამბავი არ არის, სხვა თემა, დილით რო, ეს და საღამოს ეს, ცოტა გაუგებარია ჩემთვის და. უკაცრავად, pardon, ვიძახი უბრალოდ იმას, რომ მე ადამიანი თუ არ ჩავაყენე ჩემი დისლაიქის და ლაიქის ინფორმაციით რას გავაკეთებდი, მაგაზე ნაღდათ ვერ გავცემ მე ვინმეს პასუხს. ეს არის ჩემი დისლაიკი, როგორც მე პატივს ვცემ, ისე უნდა სცეს ნებისმიერმა ჩვენგანმა აქ ჩემს დისლაიქს და ლაიქს. და აღარ უნდა განავრცოს და აღარ უნდა გაწიოს იმის იქით. ეს არ არის ლამაზი. ერთხელ არ ჭირს ლაპარაკი ორჯერ, სამჯერ, როდემდე შეიძლება რომ ერთი და იგივეზე ელაპარაკო ადამიანს, როცა თავისი აზრი აქვს და ისე უნდა რომ იყოს. რა მაგარია ხო? იყოს ეგრე, იყოს. უბრალოდ იყოს ეგრე. და ბოლო მონაწილე არის თეო. და თეო გამოდი. დააფიქსირე შენი ხმა. ჩემ მოწონებას, რა თქმა უნდა, არ ვცვლი და ისევ იმსახურებს სალომე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია პროექტში და მინდა რომ ფინალამდე მიაღწიოს. ხოლო არ მოწონებას რაც შეეხება, ვუწერ ისეთ ადამიანს, რომელიც ბოლო ერთი კვირა ცდილობს, რომ ყველანაირი უარყოფითი ჩემსკენ გამოუშვას და ხალხს დაანახოს თუ რაც სუდი ვარ მე. თუმცა არ ვიცი ეგ როგორ გამოსდის და არ გამოსდის, მაგრამ ჩემთვის ეგ მიუღებელია მსგავსი საქციელები. მომეკითხე. ამიტომ ჩემს არ მოწონებას ვუწერ არის. ჩემს განაცვლებ დისლაიქს. საერთოდ ესეთი რაღაცა, ერთი ბატი რო ესე იძავს, მეორე ბატიც ესე შვება და ორივე რახან ეხა ერთად არიან. ხარი ხართან დააბიო, ან ზენე სისulis ან ფერსო და ფერი არ შეუცვლიათ, მაგრამ ზენე რაღაცნაირად ემთხვევა ერთმანეთს, მე მგონი. რავი. შენი აზრით რატომ ცდილობს ანის შენს უარყოფითად გამოჩენას? არ ვიცი, ადამიანი ჯერ სხვანაირად იქცეოდა, მე სხვანაირი გახდა. ეს ყველაფერი ჩემთვის არის მიუღებელი. ადამიანი რადიკალურად შეიცვალა წამში. ესე იგი, ან მაშინ თამაშობდა, ან ახლა თამაშობს, თუმცა ეს თამაში ჩემთვის არის მიუღებელი. თეო რომ მედამიწევს არ მოწონებას, წავიდეს ლოგინს და უწეროს მოწონება მაშინ. რო ჯდება და დგება საწყალი ლოგინი, პროჟინები ამოუვარდა. თეო როცა იყო იმ მდგომარეობაში, როცა მე მეგონა რომ აი რაღაცა ჭირდებოდა, მე მართლა გადავწყვიტე და მინდოდა რომ აი ეს ყველაფერი მენახებინა ისე რომ არაფერი არ იყო აქ ცუდი, მაგრამ სადაც წერტილია დასასმელი იქ რო არ დასვა წერტილი და გარეთ გაარკვია რაღაცები და თან ორი კვირის მერე კიდე და მე მოდის და მე მეუნება რომ აფერისტი ხარო. ანუ მაგაზე უეჭველი არ გაუტარებ. კამერების იქით მე რას ვაკეთებ, როგორ გავაკეთებ, ეგ ჩემი პირადი საქმეა, სადაც როგორც მინდა ისე მოვიქცევი რეალურად. გამოვტად მაგიტომ ვიყავი შენთან რომ შენ გიჭირდა ესე თუ წახვიდოდი და ეს შეხვდებოდი და ძალიან ბები იქნება მაგაზე რატო ვიდავ პრობლემა რა ხდება თეო შენ ხალხი იმიტომ გიჭერდა მხარს რომ შეურაცხყოფილი ხარო გეუნებოდე ეს არის ნაგლობა უკვე და ხალხის მოტყუება შენასაც აკეთებ მე გარკვევით დავაფიქსირე და всё ანუ იმის მერე არც ლაპარაკი მიდიხარ და კანემი არაფერი ანის ჭირდება რომ გააჟღეროს ალბათ რაღაცაში და მაგიტო აჟღერებს ანი რას გულისხმობ კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს თეონა კოჭალმაზაშვილმა ინტერვიუს ოთახში თქვა ავთო მე აქედან შენ წერტილს გისვა
ეს სიტყვები მაქვს და ვიცი სადაც არის. და მე ხდება ისეთი რაღაც, გადის 2 კვირა და ავთოს უხდის მადლობას, ავთოს ხვდება, ეხუტება და ასე შემდეგ. ეს კადრები მე კი არ გადავიღე. ყველაფერი ავხსენი, მე დამალულად რომ დომო და გარეთ არ შევხვდებოდი და არ გადავეკვეთებოდი ერთმანეთს. ასე რომ ეგ სიტუაცია მე ავხსენი, მსგავს სიტუაციაზე და ახლა ამ თემაზე მე ზედმეტად აღარ ვაპირებ. ხალხმა ისედაც დაინახა რა როგორ იყო და ზუსტად მაგას ვიძახი რომ მაყურებელი ყველაფერს ხედავს თქო. მეც მაგას ინფორმაცია მე მაყურებელმა მომაწოდა, არა თეონა. მეც მაგას ვიძახი ზუსტად. მე ჩემი სათქმელი შაბათს თქვი. თქვენი კონფლიქტი გამოიწვია თეონას პირადმა ცხოვრებამ. თეონას არასწორენა ბიჭმა. ქალი რომელიც იძახის რომ წერტილი დავსვიო იქ უნდა დაესვა.ანი შენც თქვი წერტილი დავსვიო შენ და გიორგი. ვიზებ მე გიორგიზე ცხოვრება პირიქით სულ იმას ვიძახი მეთქი და მაინც არ შემოდი შევთან კონტაქტში მეთქი მაგას ვიძახი. იყო სიტყვები რასაც მე რომ არ მინდა მაგას. ყველას თავისი ავიწყდება რა დამღაც და მე არ გამომიყენები ადამიანი და ტყუილი ურთიერთობები არ დამიწყეთ ხო და მე ნუ გამრევთ თქვენ ამ ორ ადამიანს თუ აქვს კონფლიქტი მე ჩემს სახეს ნუ ახსენებ. ჩვენ იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნებით, რომელიც კადრს მიღმა რიგდებიან, არამედ ჩვენ პროექტში რიგდებით, როგორც ნამდვილი ღირსეული მონაწილეები. მე მგონი ვხედავ ხო განსხვავებას. მე არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას, რაც იყო, მე მართლა შაბათს ჩემი სათქმელი ვთქვი, ამათ რაც უნდათ ისილაპარაკო, ხალხი მართლა რეალურად ხედავს რა როგორ ხდება და კიდე მართლა რეალურად ხედავს. კი, ყველას ძალიან კარგად ხედავენ, ვინ როგორ ვიქცევით და რანაირად ვიქცევით. დასამალი მე აქ არავისთან არაფერი არ მაქვს და გულღია ვარ, ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ და რასაც განვიცდი, ასე რომ ვინც ხედავს და აფასებს ამ ყველაფერს უღრმესი მადლობა, ვინც არა და ეგ უკვე არ ვიცი. თავიანთი შეხედულებების შეხედულებებიდან გამომდინარე ხდება. რა ვქნა ეხლა? აბა, დაგავაკეთე. მადლობ თეო, შეგიძლია დაუბრუნდე შენ მადლობა. პატრიკ. სახდება. ჩუსტები წაასწორე. რაშია საქმე? თავის ჩუსტებს ითხოვ. გადი. ვაიმე. დაგლიჯე. თავის ჩუსტებს ითხოვ, რა გააკეთოს? ახლა კი გადავიდეთ დამატებით ხმებზე და პატრიკ, შენ გაქვს დამატებითი ლაიქი და დისლაიქი, როგორც ამ კვირის ბოს და მაინტერესებს უკვე მოფიქრებული გაქვს ეხლა ცვლი თუ როგორ ხდება შენი სტრატეგია. იცი რა არის? ლაიქს უწერანის რაცა კაბალამაზე დაფა მეტი ახსნა არ მაქვს, იმიტომ რომ ვერაფერს ვეღარ შევცვლი, ანუ და ამას დავუწერი ისევ თეონას არ მაწონებას. იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ანუ ეხა გიორგის რო დავუწერო, მაინც ლაიქი აქვს და გააბათილებს და თეონა დაждდება მაინც აუთსაიდერებს. არა, მე ჩემთვის რომ ლაიქი დაგეწერა, ბოსი გავხდებოდა, ეხა დაიკარგა ლაიქი. გიორგი, ვაცადოთ პატრიკს, როგორც უნდა ისე დაწერა. კაი, ბუდიში. საკმარისია, ყველაფერი გავიგეთ. ანიზე მოწონება განმიმარტე, რატომ უწერ ანის? ანის მოწონებას ვუწერ, იმიტომ რომ რავი, ჩემი მეზობელია და ეს დამრჩა მარტო და ზოგადადაც რაღაცა აი მართლა აზრი არ აქვს, ეხლა ვერაფერს ვერ შევცვლი, ეგ არ მახსოვდა ისე. პატრიკმა გამიზმოთ არ დამიწერა მოწონება. შეიძლება შეეშინდა იმისა, რომ შეიძლება შემდეგ კვირაში რო ყოფილიყავი ბოსი, პატრიკი დამისახელებინა. არაფრის არ შემშინებია, რავი, როგორც გინდა ისე ჩათვალე, მე მართლა გამიზმულად არ გამიგეთებია. არ მოწონებას ვუწერ თეოს, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შევცვლი, გიორგი ავტომატურად ეს მოწონება აქვს და მაინც თეო იქნება აუცაიდერი. კარგი ბატონო, გასაგებია. და ბოლოს, გიორგი, შენ გაქვს დამატებითი ან ლაიქი, ან დისლაიქი, როგორც გამარჯვებულმა ჩელენჯში. ხო, მაგრამ რა უნდა შეიცვალოს? რა უნდა შეიცვალოს? შენ გააფუჭე შენ ლაიქი ახლა. რომლითაც მე გავხდებოდი სამართლიანად ბოსი. ანუ ეს შენი გადაწყვეტილება იყო. ეგ არც მიფიქრე. ხო, ეგრე, ანუ შენ გააფუჭე ლაიქი, რომლითაც უბრალოდ დაწერდი და სამართლიანად გავხდებოდი ბოსი. ნუ არა უშავს, ახლა შეიძლება მაგის გაკეთებას, რომ მაინც მოგვიწევს ფრეარის. დაფას ყველანი კარგად ხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათის ლაივზე აუთსაიდერები იქნებიან სალომე, ანი და თეო. კაში მეგობრებო. პატრიკის გამო დგავარ ისევ აუთსაიდერებში. რომელი მონაწილე გამეწირა სხვა? ლოგიკურია ვერც ერთს ვერ გავწირავდი. მე რა ვთქვი? გოგო ახლა კი გიორგი შეგიძლია ვისაც კიდე იმას დაუწერო შენი ლაიქი. ძალიან არასამართლიანია უბრალოდ. მე უწერ ანის. გასაგებია. გიორგი დაუბრუნდი შენს ადგილს. როგორც ხედავთ, ფრე არის პატრიკს და გიორგის შორის ბოსობის კანდიდატურასთან დაკავშირებით და მოდი ხელისაწევით დაასახელეთ თქვენი რჩეული. ანი ვინ გინდა რომ გახდეს ამ ორიდან კვირის ბოსი?
გიორგი, თეო, შენ ვინ გინდა რო გახდეს? პატრიკი. პატრიკი, სალომე. პატრიკი. და ხმათა უმრავლესობით პატრიკი გახდა მომავალი კვირის ბოსი. გილოცავ, შენ გახდი მომდევნო კვირის ბოსი. გიორგი უკმაყოფილოდ არჩა იმით, რომ ვერ გახდა ბოსი, მაგრამ მე დავრჩი უკმაყოფილი იმით, რომ თუ დავრჩე შემდეგ კვირას 2 დისლაიკი მაინც არ მექნება. ამაღლებულად ვწნობ თავის პირველ რიგში. დაფასებულად. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო არჩევისთვის. და მადლობა პატრიკ. და ამ კვირაში როგორც ხედავ, გოგონების ხედან კლავ ერთად 3. ანი. რა გონია როგორ წარიმართება ეს შაბათი და ეს აუთსაიდერების ხმის მიცემა შენი აზრით? ჩემი აზრით კარგი ლაივი გველოდება. ჩემი გვირგვინოსნები ადგებიან და გამოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. მე ვფიქრობ ამას. გინდა პროექტში დარჩენა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თეონე, შენ რასელი ამ შაბათიდან და მაინტერესებს გაქვს თუ არა შენი გულშემატკივრების იმედი? ჩემი გულშემატკივრების იმედი ყოველთვის მაქვს, რა თქმა უნდა. თუმცა მოლოდინები არ ვიცი, ესე წინასწარ ვერ ვიტყვი ვერაფერს, ისევ ინერვიულობ როგორც იქამდე. ნახოთ, რა იქნება, ნახოთ. და სალომე, რა თქმა უნდა. ვაიმე, ცოტა ჟიურისთან მეუხერხულება რა, არ ვიცი. ერთხელ ხო შეიძლება ხმის ლიდერი გახდა აი ძალიან მინდა და მაგრამ მეც გავუკეთე რა აი რო ვიტყოები და კაი აი რო გავახარო გინდა ხო აი აქ გავუკეთე რომ გავუკეთე და დღეს ემოციებით ისე სულ შემოსულია 3,799,999% მიიღო და პროექტში რჩება გაგორდი. უნდა იგორაო. სალომე შენ შეგიძლია დაუბრუნდე მონაწილე. დიდი მადლობა. ეხლა მადლობა. ძალიან მადლობა ჩემ გულშემატკივარს, აი 99% აი ძალიან. არ ველოდი. აუ კაი. კაიღა. კარგი. შვენიერი, გიორგი, ვინ გინდა რომ დარჩეს პროექტში? თავისთავად ანი. პატრიკ, შენ ვინ გინდა რომ დარჩეს პროექტში? მე მგონი დაფაზე ძალიან თვალნათლივ გამოჩნდა ეს ყოველივე. სალომეს დავუწერე ლაიქი, ანისაც დავუწერე ლაიქი. სამწუხაროდ თეონა, ან ჩემი აზრით ანი და სალომე უნდა იყვნენ პროექტში. ძალიან არ უნდა რომ მე პროექტში ვიყო, აშკარად. დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა და ძალიან საინტერესო იყო შედეგიც. მე შაბათის ლაივამდე გემშვიდობებით. კარგად. ბაი. დღევანდელი დასახელებით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი რაც არ მესიამონა და მეწყინა ის არის რომ ანი დადგა აუთსაიდერებში, მაგრამ ჯერა რომ ანი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. მე დაგვეჭენენ უკვე მეძე შენ. ვერ დაგვეჭენ. არა მგონი. შემდეგ 4-ნი რო დავრჩებით არა? მე და შენ დაგვიწერენ არ მოწონებებს. რო ერთად მოხვდეთ იმაში. ჩვენც მოვახვედოთ სხვა და ეგ არა. ნერვიულობ? არა. ჩემი აზრით მაგ იმდენი გაკეთებული, რომ ხალხმა რაღაცნაირად გვერდში იყოს ჩემთან. ვთვლი რომ ძალიან სუფთახა და მაყურებელი ამას ხედავს. პირველივე დღეს რო დაგინახე, ერთადერთი ის მივხვდი, რომ მაგარი ჭკვიანი ადამიანი ხარ რა. ნუ სიმპათიური და რაღაცა გი. ხო ეგე არ ვწდები არაფერში. მაინც არ ვერ გაკაჩეს იცი, იყო. მე ვიცოდი რომ მოეჭველი მე, იმიტომ შიგნით იყო რომ დააჯინე გიორგი და ვერ გაკაჩეს შეეშინდათ. რა მშობა, შენთან რა ელით? არ შენთან იგივე არ ელის? ზუსტად ვიცი რომ SMS ლიდერი იქნება. აი მე უთარწმუნებული ვარ იმაში, რომ SMS ლიდერი გავხდები. თეონა შიური გადაარჩენს, ხალხის შერჩეული გავხდები მე, სალომე. და მე ისეთი რაღაც ხდება, რომ მე, პატრიკი, თეონა და გიორგი ვდგავართ. ამ დროს რა ხდება? მე, პატრიკი და გიორგი ვრჩებით ფინალში. ეს არ ვიცი ხა რატო დამემართა, მაგრამ რა თვითონ მოვიდა. მაინც არ გამოვა ვიღაცების გაყვანა აქ ფინალში. ვისაც ცელობა აქვს თუ რაღაცა არ გამოვა.
იქ ჩანაფიქრი, არც იფიქრო. ისე ძალიან არასამართლიანი იყო ის გადაწყვეტილება. ძალიან ენერგეტიკულად მოტონუსებული ადამიანი ხართ. თეულს გულშემატკივრებს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი შვილის სახელი თეოს არც ერთ გულშემატკივარმა არ ახსენოს. ძალიან რწფელი გულით გთხოვთ ამას. წარმატებას გისურვებ შენ და შენ გულშემატკივარს. ჩემი დაბოლინგებით. არ მიღირს, არ მინდა, არ შემეხოთ. აბა თქვენ ეცით კარგად დამაბოლინგეთ. კარგად. ლორჩი კონცერტს გავა. რამ გადაგრია? რა დავითი ვიჯდადი იქ ხალო. იტალიაში რო რა იყო ნაკლები ვარ თუ რა? დავიძე ნაკლები რა მაქვს? გიო. ადი მაგიდაზე. ანის ჩაუსახლდა ეშმაკი და სასწრაფოდ ვეძებთ ადამიანს, რომელიც ეგზორციზმს ჩაატარებს. ტარარარან ტარარარა ტარარამ ტარარარა ტარარარა რა კაკისტანი კაკისტა ვაი ეხა აუთსაიდერობაზე უეჭველი მაგრა ნერვია. ორი უკიდურესობა. შენ და ანი. ანუ ორივე ნერვიულობაა, პროსტა ნერვიულობა. გზები მაინც გამინათე მთვარე. ყველა რატომ მღერის სამსახში? მუსიკალური პროექტია ეგ არის. მოკლედ გიორგის გამოუგზავნა გულშემატკივარმა უამრავი წერილი. ერთი წერილი. გიო სამართლიანო ძლიერო და ძალიან მაგარო არ წინ გამარჯვებისთვის ბრძოლის დღეებია. ეს წერილები ემიგრანტებისგანაა ძალიან ბევრი. ორი წერილი. გიორგი მჯერა რომ შენ მოიგებ ამ პროექტს იმდენად გამოიარე და გაგხვდი რომ შეუძლებელია ეზრა დააფასო ადამიანებს. წერილი 228. მაჰათმა განდის ეკუთვნის ასეთი ფრაზა. ძალიან დიდი მადლობა ხალხო. წერილი 617. ჩემო არაორდინალურო გიო. წერილი 912. ვიცოდი რომ ყველას ყურადღება შენკენ იქნებოდა მოპყრობილი. წერილები მთელი მსოფლიოდან. გიორგი მინდა იცოდე რომ ადამიანი მანამ არის ძლიერი სანამ თავისი პრინციპებით ერთგული რჩება. შოქში ვართ ყველა. პოსტალიონი წავიდა თუ კიდე აქ დგას. რამდენია გიო? ძალიან დიდი მადლობა საბერძნეთს, გიждები საბერძნეთს და აუცილებლად წეს ისაც უნდა გესტუმროთ და კონკრეტულად ათენში მოდივარ. იმედია ყველას გაგიცნობ. ჩვენც წაგვიყვანე. სად? საბერძნეთს. გიორგი გლობალური. ფანის რო უყურებ, ემოციურად ძალიან ისეა, მძიმედ არის და მოქმედებს ჩემზე. ანა! ხო. გძინავთ? არა. გაგიარა ნერვულმა იმან? რაზე ნერვიულობდი? გონია რომ ხალხი არ დაგიმესიჯებს? ბევრი შემოტევაა გარედან. სხვადასხვა ადგილებიდან. ნუ ეგ თავისთავად. ანუ ჩაძირვა უნდა გხვდები? მე შენ როგორ იქცევი საპასუხოდ? რა უნდა გამეკეთონ გეხოწები ისეთი? მაგათი სახელი შეგილახონ. და არ დაგიმესიჯოს ხალხმა. თუ მართალი ვიქნები, ვერავინ მართალი თუ იქნები ხო, მაგრამ თუ აგრესიული იქნები და რაღაცნაირი, ვინ დაგიდგება გულში მაშინ? მართალთან ერთად 7 უნდა იყო გაწონასწორებული. ხარ შენ 7 და გაწონასწორებული? არა. არა უშავს. რაღაცა იქნება. ისევ ისანი უნდა იყო, როგორც იყავი. ხო. და ეხლა შენ არ ხარ ისევ ისანი, შენ ემოციას აყოლილი ხარ. თავი გააკონტროლე, თავი შვილო. შენ გულშემატკივარს რაც არ უნდა გააკეთო, მაინც უყრახარ. სწორ რაღაცაზე ვნერვებ, ანუ ისე უბრალოდ არ ვნერვებ. შენ დაამტკიცო ისო სწორ რაღაცაზე. დავამტკიცებ. მე დღესაც დავამტკიცებ. რა? ჩემი სიმართლე. შენ რო სიმართლე დაამტკიცე, გავიგეთ, მეც ვიცი.
მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ შენ გამოხვედი მოჭყობარი აგრესორი. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, სიმშვიდე შეინარჩუნო შაბათამდე. მაყურებელმა დაინახოს ის ანა, რომელიც უყვარს. არა ის, რომელიც ყველა გზებით ამტკიცებს სიმართლეს, რომელსაც სიმართლესაც ვერ დაამტკიცა. მე აქ ჯეჯობით მე ვნახე მონაწილე, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოვიდა პატრიკის გარდა, ვინმე აღიარა თავის შეცდომა და ბოდიში მოიხადა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გააკონტროლო თავი ემოციებისგან. მილიონჯერ ვიყეფე აზრი, რა მივიღე. ხალხისთვის თხოვნაც კი მერიდება უკვე ისევე, რომ ანუ ხარი დამიჭირო. ნახოთ აბა ჩემი მოლოდინები თუ გამართლდება. ისე იგიო მართლა რა მაგარი ტიპი ხარ შენ. რას ნაკავშირი? რაკოვი ვაფშე? რა ყველაფერთან? მე ძალიან მინდა რომ დავრჩე პროექტში და მოვიგო. თან რომ დავტოვო პროექტი, მე იგიო სად ვნახავ. მე ეს ლამაზი ფერები სად ვნახავ, სად ვიპოვო. ახლა ვფიქრობ რა მოგიყვან. მე რო დავიბადე 12 იანვარს იყო 24 გრადუსი სიცხე. ცოტა გასაკვირია, მაგრამ შუა ზამთარში 24 გრადუსი იყო სიცხე. ასე ხარ მე რო ვიბადებოდი მზეს იმდენად უხარო და იმდენად ახლოს უნდა და ჩემთან მოსულა რომ 24-მდე აწია სიცხე. როცა მაგალითად 24 გრადუსი 12 იანვარს ცოტა არ იყოს და გასაკვირია, იმიტომ რომ შუა ზამთრის პერიოდია, უკვე ახალი წელი, თოვლი, ჯინგლბე. აუ ეხა შენ უეჭველი მისმენდი და უეჭველი ჩაგეძინა მანდ. არა. აუ ჩემი.